საღამომშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო, დღეს ორშაბათია, 8:30 და ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი და ჩვენ ამ გადაცემის სამყაროები მე გიორგი ლომია და ბატონი გოჩა ჯოჯოა ვიქნებით თქვენთან ერთად 2 საათის განმავლობაში. ორ ნაწილიანი ეს გადაცემა და ვიქნებით 2 საათის განმავლობაში თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში გამოთქვათ თქვენი აზრები იმ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ წამოვიწყებთ, ან შემოგთავაზოთ თქვენთვის უფრო მეტად აქტუალური საკითხები. ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 557 88 მე მინდა დავიწყო გოჩი ჩვენი გადაცემა დებატებით, რასაც ესენი დებატებს ეძახიან პრინციპში, მაგრამ სინამდვილეში აქ იმდენ დებატები არ არის, ანუ ფორმატი ვითომ დებატებისა, მაგრამ ძირითადად არის კითხვა-პასუხის რეჟიმი. როგორი კითხვა-პასუხის რეჟიმი, იცი რომ აქ მიწოლის მომენტი იკარგება იმ ფონზე, როცა შენ გაჩერებენ, როცა დებატებში პრინციპში შენ თავისუფალი დრო გაქვს, არა მხოლოდ კითხვას უსმო, არამედ შეგიძლია მე უკვე დებატებში მართლა რეალურ დებატებში შესვლა, სადაც თქვენ ერთმანეთს ესაუბრებით და შენი არგუმენტებით, ის თავისი არგუმენტებით და საბოლოო ჯამში გამარჯვებულის გამოვლენა შეუძლია მაყურებელს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოველთვის ამთავრებს ქართული ოცნება, ქართული ოცნების წარმომადგენელი გადაცემას, რომ როგორც ფსიქოლოგიური მომენტი ხდება ხოლმე, ბოლო სიტყვა, ხო შტირლიც აქ ჯერ კიდე ხო გვახსოვს შენ რომ ბოლო წინადადება ამახსოვრდება ხალხს. არ ვიცი ახლა რამდენად ამახსოვრდება ხალხს ის წინადადება, რომელსაც გვთავაზობს ხელისუფლება, თუმცა მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს დებატები რასაც გვთავაზობენ, პრინციპში არაფრის მომცემი არ არის და რატო? კი სადღაც რაღაც მომენტში მაყურებელი იგებს რაღაც ახალ ინფორმაციას. ინფორმაციას კორუფციასთან დაკავშირებით, ინფორმაციას სხვადასხვა ციფრებთან, სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არ იცოდეს. აი თუნდაც 40 მილიონზე რომ მიდის საუბარი, რომელიც გვარამიამ მიიღო საარჩევნოდ, აი თუ არ იცოდა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, გაიგო, გასაგებია რომ რაღაცა, მაგრამ რეალურად რასაც ქვია, ის რომ დაინახონ რამდენად მტყუნდება ხელისუფლება, ან რამდენად მტყუნდება, თქვათ, ოპოზიცია, ანუ ეს აშკარად არ ჩანს. ის მაყურებელი, რომელიც ისედაც ოპოზიციის მხარეს არის, აი მე რატო ვამბობ ამას და რაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ ამ დებატების შედეგად ადამიანი, რომელიც ოპოზიციას მხარს უჭერს, ისე ვრჩება ოპოზიციის მხარეს, ადამიანი, რომელიც არის ოცნების მხარეს, ისე ვრჩება ოცნების მხარეს, იმიტომ რომ მის გონებაში და ერთის და მეორის გონებაში არაფერი არ იცვლება ფაქტიურად რა. იმიტომ რომ ეს თავის გამართლება როგორ ხდება? ხელისუფლება ყოველთვის იმართლებს თავს. შევარდნაძიდან დაწყებული, სააკაშვილი დამთავრებული გახსოვს, შენ ახლა სააკაშვილიც აწყობდა დებატებს ოპოზიციასთან და ყოველთვის თითქმის გამარჯვებული, ანუ იმის თქმა თუ რატომ რაღაცა არ გაკეთდა და ლოგიკურად იმის დასაბუთება ოღონდ ამ ლოგიკურ დასაბუთებაში რამდენად სიმართლეს ამბობ, ამას ხო ვერავინ ვერ გადაამოწმებს. ეხლა მე რო გითხრა რომ მე არ მოვედი სადღაცას და რაღაცა გაფუჭდა, იმიტომ რომ ავად გავხდი, მაგრამ შენ არ შეგიძლია რომ გადაამოწმო. შენ გაგებით ეკიდები ამ ნათქვამს, რადგან ავად გახდა, ეხლა რა მოხდა. მაგრამ სინამდვილეში მე შენ მოგატყუე, არ გამხდარო რა, ავად თქვა, უბრალოდ ტყვილი ვთქვი. ანუ იმისათვის რომ თავი გაიმართოს ხელისუფლებამ, ის ყოველთვის არგუმენტს მონახავს, მაგრამ ისეთ არგუმენტს, რომელსაც შენ ვერ გადაამოწმებ. და მორჩა. აი იყო საუბარი, იქ მიდიოდა საუბარი ადამიანებზე, რომლებიც გამოდიან ქუჩაში. ეკითხებოდა ბექა ნასვიშვილმა, კითხვა დაუსვა, აი როგორ გონიათ, რატომ გამოდის ამდენი ხალხი გარე და რაღაც და ესენი პროპაგანდის მსხვერპლნი არიან. ბექა უნდა ვიგნო, თქვენ არ ემუშავებით ამ ხალხს და როგორ უნდა ვემუშაოთ, როცა თქვენ აი ამ ლაპარაკის შემდეგ თქვენ აზრზე დარჩით და წარმოიდგინე ახლა ამდენ ხალხს როგორ უნდა ველაპარაკო. ანუ იმის მაგივრად რომ გაიაზროს, რომ ადამიანი იმიტომ დარჩა თავის აზრზე, რომ შენ რეალურად კითხვაზე პასუხი არ გაგიცია, შენ უბრალოდ იტრიალი დაამთავრე რა, გადაცემა ფაქტიურად რა და იქ სადაც ამბობ, რომ აი ფაქტებზე ვსაუბრობ, შეიძლება ორი ფაქტი იყოს და 8 ტყვილი, მაგრამ ორი ფაქტი ჩვენ ვიცით, ფსიქოლოგიაც გვისწავლია და ზოგადად პოლიტიკაც, ხო? ვიცით.
ორი ფაქტი, ორი სიმართლე რო არის ნათქვამი, 8 ტყვილი ჩვეულებრივად გასდის. ხტები, ანუ ეგ ვიცით ჩვენ. აქედან გამომდინარე, როცა შენ აპილირებ იმაზე, რომ აგერ არის ფაქტი, ხო არის ფაქტი, ყველამ ვიცით, კი. ესეც არის ფაქტი, ყველამ კი, ვიცით ყველამ. ხო და აქ კი ესეც მოხდა. და მორჩა ეხლა დავიჯერო, იმიტომ რომ 8 დანარჩენი მე არ ვიცი, მაგრამ რადგან 2 იყო სიმართლე ნათქვამი, ის 8-ს უნდა დავიჯერო. აი, აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ ბევრი მაგალითი მინდა მოვიყვანო, ჩვენ რომ მან ყოფილი ვიყავით, სიტყვა მე მაგალითად რომ ყოფილი ვიყავით, დავსვავდი კიდე დამატებით კითხვებს და ამაზეც ვისაუბრე, მაგრამ ზარი არ ვალოდინოთ, იქნება რაღაც საინტერესო ზღვეონდება მაყურებელი. შემოუშვით. საღამომშვიდობის კაცებო. საღამომშვიდობის. ბატონო ბექა, როგორ ძამდები? გაიხარეთ. ერთი საკითხობა სანდამდა, თქვენ უფრო გეცოდინებათ ინფორმაცია. და ორი თამამის ზუტან უკვე ზიანთაის ქალბატონს მიყავდა გადაცემა და 4 მამაკაცი იყო სტუმრად მოწვეული და იქ ერთი ამბობდა პროტეკემური არია მიხეილ როინდელი კარგი კაცი და იმან თქვა ახლა იულიო მიხეილ სააკაშვილის განზრადებენება უნდა გაათავისუფლონო. და ის მაქაური მოყალათე არ არის, ალბათ უკრაინაში გაუწევენ და ჯონდი ბაღათური ამოხრა. ეს თუ ასე მოხდაო, ეს ღალატი იქნებაო. და მე ბლა სოფლენიკაში ბევრი შეიძლება განიცადება. ხომ მეტიგან ინფორმაცია და ეს მართლა თუ ასე მოხდა. მიხეილ სააკაშვილის დროს თქვენი პარტია, თქვენ ხალხი ბიზნა ივანიშვილის სამივე ერთად რისკს ვიყავით. მიხეილ სააკაშვილს და ჩვენთვის ჯარი დაებინებინა და მაშინ გადავწყვიტა ეხლა კიდევ გინდა ვასით ვიწყებო აბასენ ის კანონი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რომელსაც ახლა იღებენ, ეს კანონი ეხება იმათ, ვინც უდოთი, ანუ ვადაზე ადრე გამოდის ციხიდან, უწევს გამოსვლა და არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და მათ მოუწევთ დატოვება ქვეყნის. ეს კითხვა დაუსვეს მამუკა მდინარაძეს და მან გასცა ამაზე პასუხი პრინციპში, რომ ეს კანონი არ შეეხება სააკაშვილს. პირდაპირ კითხვა იყო დასმული და უპასუხა, რომ ეს არ შეეხება სააკაშვილს. ამიტომ, რა ინფორმაციაც გვაქვს ჩვენ, აგერ გაწვდით თქვენ. კეთილი. მადლობა ზარისთვის. ანუ თქვენ როგორ უყურებთ, აი ისევ ამ დებატებს თემას უბრუნდები, იმიტომ რომ მან ბევრი ისეთი ერთის მხრივ თავს იწონებენ ისევ მაყურებელს, რა ვიცი, მაყურებელი შეცდომაში შეყავთ თუ მართლა ჯერათ რომ გადაარჩინეს ქვეყანა, არ ვიცი, მაგრამ აპილირებენ რაზე? იქ პრიბალტიკის ქვეყნების რამოდენიმე დეპუტატმა, რომლებიც წარმოდგენილები არიან ამ ქვეყნებიდან ევროპარლამენტში, გააკეთეს რამოდენიმე განცხადება და მოუწოდეს საქართველოს რომ სანქციებს შეუერთითო. ადრე გეუბნებით, 22 წელი, 23 ახალი დაწყებული რო იყო ომი. მერე იქ გამოდის კიდე ვიღაც ევროპარლამენტარი რომელიღაც ქვეყნის და ისიც ამბობს რომ საქართველოს უნდა შეუერთოს. გამოდის ზელენსკიო და ზელენსკიმ გამოიწვიაო ელჩი საქართველოსდან, იმიტომ რომ ჩვენ ჩარტერული რეისი ჩავხსენით, სადაც რომლითაც მოხალისეები უნდა ჩასულიყვნენ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. და ერთ სიტყვით და ამით გადავარჩინეთ ქვეყანა და რაღაც და არჩევებით. მე როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს მაგალითად მიჩნდება ასეთი კითხვა. როცა შენ ამბობ, რომ მე გადავარჩინე, ესე იგი არსებობდა სხვა რეალობაც, სადაც გადარჩენა ფაქტიურად შეუძლებელი იყო. მაგრამ შენ იმდენი ქენი და გადაარჩინე. ანუ ამ შემთხვევაში რეალობა რა იქნებოდა? ერთის მხრივ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურდა ომი და ოღონდ ნაცმოძრაობას და იმას მაგალითად მოიყვანთ, იმიტომ რომ მათ არანაირი ბერკეტი არ ქონდათ. თქვენ ხართ ხელისუფლებაში. მე ვსაუბრობ ესეთ რამეზე, რომ აი არსებობს რეალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია კანონიერად გამოაცხადოს, სანქციებიც მიიღოს, გაუშვას მებრძოლები რაღაც და არსებობთ თქვენ და
და ამ შემთხვევაში თქვენმა ძალამ გადაწონა და თქვენ გადაარჩინეთ ქვეყანა. როცა მარტო ხართ ხელისუფლებაში და არავინ ისეთი არ ყავთ, ვინც რეალურად შეგებრძოლებათ აქ, როგორ შეიძლება თქვენ ასეთი ყურადღება მიაქციოთ ვიღაც პარლამენტარს, სადღაც პარლამენტარის გაკეთებულ განცხადებაზე, ამახვილებდით ყურადღებას მაშინ, როცა გამოდიხართ დღესაც და ამბობთ, რომ ჯონ ვილსონი, სხვა სენატორები, კონგრესი ვინ არიან, რო იქიდან არაფერს არ წარმოადგენენ, არავინ არ არიან. ამაზე რატო არ ამბობთ იგივეს, კაცო, რომ ეს ევროპარლამენტარი, რომელიც მოგიწოდებდათ, რომ ომში შესულიყავით ან სანქციები მიგიღოთ, რომ გეთქვათ, ვინ არის საერთოდ, რას ლაპარაკობს, ან საერთოდ რატო უნდა მოусმინოთ, მაგრამ არა, ამაზე ამახვილებთ ყურადღებას და ამბობთ, რომ რას ლაპარაკობ, ამათ შევებრძოლეთ და გადავარჩინეთ ჩვენი ქვეყანა და ამერიკელებზე, რომლებიც გაცილებით უფრო წონიანი ფიგურები არიან, იმაზე ამბობთ, ისინი ვინ არიან, რატო უნდა მოусმინოთ. აი ლოგიკა სად არის? აი იმას ვერ ხვდები. გოჩა გეთანხმები, ჯერ პირველ რიგში მართლაც შენ ამ უფრო ფორმატი თვითონ, ხო? თუ კი მართლა გსურს, რომ დებატების არსი რა არის დებატების? არსი რომ შენ დარწმუნებული ხარ იმაში, რომ ჯდები, არგუმენტები გაქვს და ამ შენი არგუმენტებით მაყურებელს ელაპარაკები. შენს ამორჩევალსაც ელაპარაკები და ამის გარდა ერთ-ერთი მთავარი საკითხია შენს მოწინააღმდეგესაც ელაპარაკები, იმიტომ რომ სინამდვილეში დებატების დროს და თუ მიგიქცევიათ ხოლმე, ხო, ყურადღება ამ შემთხვევაში მოსახლეობას მიმართავ, ხო, როგორი მნიშვნელობა აქვს, აი ვინ მოიგო, თქვა, იგივე როცა მედის ამერიკის შეერთებული შტატების, თქვა, პრეზიდენტობის კანდიდატებზე როცა უყურებდით და ვინ როგორ დამთავრდა ეს დებატები, ამას როგორ აფასებდნენ, გინდა ერთი მხარე, გინდა მეორე მხარე. ხო, ანუ ფიქრობდნენ, რომ აი მოიგო, იმიტომ აი ტრამპის და ბაიდენის შეჯიბრი განსაკუთრებით, ხო, ბოლო პერიოდის რაც იყო. და აი ვინ მოიგო, დებატები რითი დამთავრდა. ჩვენ შემთხვევაში ეს მომენტი არ არის, იმიტომ რომ გიორგი სწორად და კარგად ახსნა, რომ როცა შენ არ გეძლევა საშუალება, მარტივი რამეა, სხვათა შორის რამოდენიმე თქვა კიდევაც, სხვათა ვაჟა ბერიძე ჩვენთანაც რომ მოდის ხოლმე ხშირად ტელევიზიაში, მან თქვა, რომ იქნება რაღაც დრო დააწესოთ. რომ აი ვიცოდე რა, თქვათ, მაგ 3 წუთი ან 5 წუთი, ხო, იმისთვის რომ თქვათ რაღაცა ჩემი დროში ჩავეტიო და ზუსტად იგივე აქვს მეორე მხარესაც. როცა ეს მაინც არის ბალანსები დაცული. დრო დაწესებული აქვს. დრო ერთსაც და მეორე, მაგრამ ბოლოში ბოლომ თავდება ყოველთვის ხო. დრო აქვს ხელისუფლების წარმომადგენელს და ის ამთავრებს დებატებს, მაგრამ ამ დროზეც კი არ ვსაუბრობ. კი ბატონო, დრო კითხების დასმა, მაგრამ დებატებში შესვლა ხვდები, სადაც შენ უტევ და ისიც ცდილობს, რომ შეგიტიოს თავისი არგუმენტებით, ხო? აქ მარტო კითხვა, იმიტომ ვამბობ რა, რომ აქ წყნარად მიდის კითხვა-პასუხის რეჟიმში ეს დებატები. თუმცა ოპოზიციაში მყოფი ვინც არიან მან ცდილობენ და მე ვერ ვიტყვი რომ თქვა ცუდ კითხვებს სვავენ და მაგრამ ბოლომდე მიწოლას ვერ ახერხებენ რატო? იმიტომ რომ არგუმენტაცია ხო გეუბნები, არგუმენტაცია არის შემდეგი რა, რომ აი თქვენ რო ამას ამბობთ, აი თავის დროზე ეს რო კეთდებოდა, აი მაგალითად თქვენ რო ამბობთ რომ აქ ვიღაც ვცემეთ, რატო არ საუბრობთ თქვენ დანიაზე, რატო არ საუბრობთ იმაზე, ნეპალზე და რაღაც და ასე შემდეგ. ნეპალში გადატრიალება მოხდა საერთოდ და ახალი პრეზიდენტი ყავს, მაგრამ რატომ უნდა ვისაუბრო დანიაზე ამიხსენ? მე თუ აქ მცემეს, ესე იგი, აი წარმოვიდგინოთ რომ გამოვიდე და მცემეს. და მე გადავხედე ინტერნეტში რომ თურმე ეს SMS ვიღაცა კიდე სხვა ხმა არ უნდა ამოვიღო, რადგან ყველგან ასეთი რაღაცა ხდება, ხმა აღარ უნდა. ნუ აზრობთ რა, არგუმენტაცია რა არის, რომ რადგან სხვა ქვეყნებშიც იგივე ხდება, არა და იქ არავის არ უთქვამს რომ რატო არ ცხოვრობთ ევროპულად, რატო სცემთ ხალხს. მსგავსი რამე არა, რატომ დაიჭირეთ, რატომ სცემეთ და კონტრარგუმენტი რა არის? რატომ არ უყურებთ რა ხდება დანიაში, რატომ ვერ ხედავთ რა ხდება ნეპალში და ეგ არის ეს არის ჰოლანდიაში, რა ქვია, ორსული ქალი წააქციეს ეხლა. ეს რადგან ამას მეუბნები, ორსული ქალი ჰოლანდიაში წააქციეს, ანუ აქაც მოსულა ეს. ჰოლანდიაში გეიაღლუმებით სტარდება და ხელს აწერენ კაცები ერთმანეთთან. მაშინ ეგეც ეს მაგალითს მოიყვანეთ. ყოველთვის აი გეუბნებით რაღაც უაზრობა რაში მაინტერესებს უცხოეთში რა ხდება, ცუდი რაც ხდება უცხოეთში, საერთოდ არ მაინტერესებს. აქ რაც ხდება, ამაზე უნდა გავცეთ პასუხი. აი თუ კი დაიწყება საუბარი რომ თქვენ საერთაშორისო სასამართლოზე უნდა გასამართლეთ ამის გამო, მე შეიძლება საერთაშორისო თუ იქნება ნახსენები, მე შეიძლება მოიყვანო მაგალითად სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი. თუმცა იქაც გიორგი, როცა ეს მაგალითები მოდის, ჩვენ ვიცით რა შედეგი დადგა, ან იმ ჰოლანდიაში
ანიდანიაში იქნება გადააპატიმრეს და გაუშვეს ციხეში. ხო, აი მის არ იყოს ახლა ამ ბოლო პერიოდში რაც მედის რომ აი 20-22-ში მოხდა რაღაცა, რომელსაც თურმე აქ სატელევიზიო ის როცა მოიპოვეს და გამოუშვეს, ჩვენ დავაკავეთ 26-ში 4 წლის განმავლობაში. საერთოდ ხმა არავის არ ამოუღია. ჩემთვის მთავარი არის რეაგირებას როგორ ახდენს და მერე მთავარი მომენტი კიდე კი მაგრამ ეს ხომ ხდებოდა სააკაშვილის დროს. ბიჭო, სააკაშვილის დროს რო ხდებოდა, გასაგებია ჩემთვის. და ამიტომაც გამოვიდა, ხო, ადამიანებმა სიცოცხლის ფასად, რისკის ფასად იბრძოლეს და შეცვალეს ეს რეჟიმი. და შენ ეხლა ისევ ის მოყვა, იქ უარესი იყო, რაში მაინტერესებს, იქ რა უარესი იყო. ესე სააკაშვილი გეტყოდა, რომ 37 საერთოდ ხვრიტავდნენ პირდაპირ ადამიანებს, ჩვენ არ ხვრიტავდით. ანუ 37 წელს გეტყვიან, რომ რას ლაპარაკობ, კოცონზე წვავდნენ საერთოდ ადამიანებს. რა მნიშვნელობა რა იყო წინაზე? ეხლა გთხოვ ხო პასუხს რაღაცაზე და ეხლა გეუბნები რომ აქ რეაგირებას როგორ რო არ ახდენ აქაა პასუხისგებლობა შენი ხელისუფლების. სწორია გოჩი, მაგრამ სააკაშვილმა რო თქვა, ეხლა ესენი ამბობენ რომ ჩვენ არ ვიცოდით, არავის არ მოუმართავს. 4 წლის შემდეგ რო გავიგეთ, აგერ გავხსენით ეგ გზა, დავიჭირეთ და რაღაც. სააკაშვილმა ეხლა რო თქვას, გაგებაში არ ვიყავით ციხეში. რა ხდებოდა ციხეზე? არ ვიცო, როცა გავიგე, აგერ გადადგა კალმახელიძე გადადგა, ახლა დაიკარგა საერთოდ იმ მომენტში რაღაც და მთელი რაღაც რეაგირება გავაკეთე. პასუხისგებლობა არა აქვს. ხო და ამას გეუბნები რა, რომ გითხრას რომ არ ვიცოდი, არა, შენ ამბობ, არა, შენ იცოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვიცოდი და უნდა დაიჯეროთ, რომ ეგეთ რაღაცა არ ვიცოდი და რო ხდებოდა ეს ციხეებში, როგორ არ იცოდი. ჯერ როცა მიდიოდა საუბარი, რომ თქვა ჟურნალისტები და ისინი სცემეს, გავიდა, რამდენი ხანი გავიდა, ეხლა რომ დააკავეს 5 კაცი და უნდა აჩვენო 5 თუ 3 კაცი აღარც მახსოვს. და აი ჩვენ რა იმ მომენტში არ იცოდი ვინ აშავები და იმ მომენტში არ იცოდი რატო არ დააკავე, რა გამოძიება ჭირდებოდა ამას, არ ჭირდებოდა, მაგრამ თქვენ გჭირდებოდათ ეს თქვენ ფორმატში ზის რომ უბრალოდ რო არ გამსტარიყო იგივე გორის საქმე დარწმუნებული ვარ რომ ამაზე რეაგირება არ იქნებოდა და რამდენი კიდე მსგავსი რამ ხდება რაც არ ვიცით. გიორგი ხა რასაც შენ ამბობ, ჩვენ ხო სინამდვილეში იმისი არ იყოს, კადრების არ იყოს, რომელშიც შენ თვითონ ერთ-ერთი მთავარი პერსონა იყავ, იმიტომ რომ ციხეში ძიჯექი და სიტუაცია ბევრჯერ არის, რა ქვია, მონაყოლი და ყველა მიცის, მე მგონი, ვინც ახლა ჩვენ გვისმენს, ხო? მაგრამ იმის გარდა რამდენი ხდებოდა, ის უბრალოდ ხელში ჩაგივარდათ. მასალა, რომელმაც სისტემური დანაშაულის მომენტია, ის რაც თავარი იყო, აი ეს კადრები, რომელი კადრებიც აი კორიდორის გასulis ის ხო? აი ამან გამოიწვია შემდგომში რეაქცია და საინტერესო რამეა სხვათა შორის რა და ამის შესახებაც ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ. იმ ხელისუფლებამ, რომელიც მაშინ იყო და რომელიც საშინელი ხელისუფლება იყო, ხო, რომელმაც რის ფასად, თუნდაც ის დემოკრატიული ნაბიჯები, თუნდაც ის სახელმწიფო შენებლობა, რის ფასად დაგვიჯინა და დადგა ეს საკითხი, ხო? იმან ასე თუ ისე, როდესაც უთხრეს და ამასაც მოდით პირდაპირ შევხედოთ, რომ 2012-ში ჯარის გამოყვანა არ შეეძლო, სროლა არ შეეძლო, თუ როგორ არის? არა, მისთვის საკმარისი გახდა, ხო, რომ დასავლეთის სადაც გინდა თუ არ გინდა, ეს საქართველოს დამოუკიდებელი, კიდე გეუბნებით, ზვიად გამსახურდია პირველმა ვინც მოიტანა სუვერენიტეტი. შევარდნაძემ თავისი რაც იყო კარგი, ცუდი, მაგრამ ფუნქცია მიცა. სააკაშვილმა სახელმწიფოებრივად ინსტიტუციურად რაღაცა შემოიტანა და დადებითი ყველგან უნდა დაინახო. დღევანდელ სიტუაციაშიც ვამბობთ, კაცო, რომ ბევრი რამე რასაკვირველია ბიძინა ივანიშვილმაც პირველი პერიოდი განსაკუთრებით, როცა მართლა ჰუმანური ნაბიჯები გადაედგა, როცა მართლა ქვეყანა და ამბობდა, რომ გავაკვირვებ ევროპას იმითი, რა ქვია, დემოკრატიით და მიდიოდა აქეთკენ ქვეყანა. დღეს რომ შემოატრიალა და დღეს რომ სრულიად სხვა სიტუაციაში აღმოჩნდით და ბევრით არაფრით აღარ გავსყოლდებით იმ რეჟიმისგან. ხალხო მაინდა-მაინც მართლა გინდათ რომ პირდაპირ ვიღაცამ კადრები აჩვენოს როგორც ის კადრები იყო, ვერ ხედავთ რა მდგომარეობაა? ვერ ხედავთ რომ და ამას როცა ვამბობთ, პირველ რიგში ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული. აი, როცა შენ სახელმწიფოებრივად აზროვნებ, როდესაც ასეთ რაღაცას გაწვდიან და ამ ინფორმაციას გაწვდიან, მაშინ რეაგირება და თანაც თეატრულუკიანს ხო ადამიანურად კიდევ ამბობ რომ ის რაც ქონია კარგი, ცუდი, ყოველ შემთხვევაში ადამიანი რომელსაც ჰქონდა მინისტრის პოზიცია, იუსტიციის მინისტრის პოზიცია ეკავა ერთ-ერთი მთავარი, ხო, აღარ ვლაპარაკობ კულტურა ეს კიდე ცალკე თემა, მაგრამ იუსტიციის მინისტრი იყო. როდესაც ის აფასებს ამ სიტუაციას და პირდაპირ ამბობს ამას რომ იცით რა, თავარი არ გადაგიღონ. ხო, იმიტომ რომ რეალურად მართლაც ესეა. პოლიციაში გადაღება აკრძალულია, თუ ვინმე ოდნავ მოხვედრილ ხართ ან ვიღაცა ახლობლებში იკითხავთ, რომ პოლიციაში რო შედიხარ, ტელეფონი უნდა დატოვო. სასამართლოში გადაღება აკრძალულია, სასამართლოს პროცესის დროს ტელეფონი არ შეიძლება რომ გამოიყენო.
და ამას ამბობს, რაც მოვახერხეთ ფაქტობრივად მოგეცეთ იმის საშუალება, რომ იმოქმედოთ ისე, კამერები ჩართული პოლიციელებს არ აქვთ, ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ხოლმე, ხან გაფუჭებული ეს კამერა, ხან დაავიწყდათ, გადაღება არ შეუძლია ადამიანებს და ისე მოიქეცით, რომ ვიღაცამ არ გადაგიღოს ამას, როცა ეუნები ხელისუფალი, იმის მაგივრად რომ ამბობდე, რომ რას ლაპარაკობ, კაცო, ესეთი რამე რო ხდება, იმიტომ რომ რაღაცა ნაწილში გამოდიან და ამბობენ, რომ კი კაცო ის დაისჯება. და ისჯება ადამიანი 4 წლის მერე, როცა ეს ყველაფერი გამოვლინდა ამის მერეა ლაპარაკი და ისიც არ ვიცით კიდე რა მუხლით და როგორ არის. აი ირმა ლაპარაკობდა ინაშვილი ამაზე, სანამ ჩვენ დავიწყებდით გადაცემას, სწორედ რომ დათო და ირმა როცა ლაპარაკობდნენ, ხომ გააჩნია რა მუხლით არის კიდე. როდესაც მეუნები გადამეტება ნიშნავს, რომ რაღაცას ვაკეთებ სწორად, კანონიერად ვაკეთებ, მაგრამ გადავამეტე. რომელ კანონიერებაზე მელაპარაკებით? გინდათ გორში რაც მოხდა, გინდათ ის კადრები, რომელიც ახლა აი ხშირად მიდის ხოლმე ტელევიზიაში და ჩვენ ტელევიზიაც აჩვენებს ამ კადრებს, ხო? გადამეტება სად არის? გადამეტება პირდაპირ დარღვევა წამება ადამიანის. პოლიციაში მიყვანილი ადამიანი რა მნიშვნელობა კიდე გეუბნებით? ეს ადამიანი მართალია, მტყვანია, სტუდენტია, ვის არის რა ქვია, კრიმინალია. კრიმინალი, რომელიც თუნდაც კრიმინალი კვლელი, რომელიც უკვე შეიყვანე განყოფილებაში და უკვე დაპატიმრებული ხავს. ის ადამიანი უკვე წინააღმდეგობის გაწევას ის ჩვეულებრივად აღარ ხდება, იმიტომ რომ შენახარ უკვე პასუხისმგებელი პოლიციელი, იმიტომ რომ ადამიანი გიჯის და იმას ურტყავ. აი ამას როცა იტან და მე გააკეთე პარალელს, ვიცი რა, ესე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ესე ხდება ევროპის ქვეყნებშიც. რას მელაპარაკებით? აი რა არის ამით რის თქმა გინდათ და საინტერესო რა არის, იცით გიორგი, რომ მუშაობს ეს. აი შენ რასაც ამბობდი, რა ქვია, ადამიანების ნაწილი არის, რომელსაც დღემდე როგორც ამას გაჩვენებენ, გეუბნებენ. აი გორში რომ მოხდა ის მე მგონი დადგმულია. ალბათ ეს დაუდგეს ამ ხელისუფლებას, დაჯერებაც არ უნდა. იმისი რომ ეს ყველაფერი ეხლა ხდება და მათ თვალწინ ხდება. ასევე როდესაც იმათი მიდის ლაპარაკი იმას მუხლებზე, რაღაცა ის ეხატა, რა ქვია, ქურდული სუბკულტურის ისა და ამიტომ რახან ეს ეხატა, ამიტომ მისი ცემა შეიძლება. აი დაახლოებით ეს აზროვნებაა და ხალხო დაანახეთ რა, მე ამას ხშირად ვამბობ ხოლმე, მე ოცნების ამორჩეველს გეუბნებით. თქვენ თუ ეს არ დაანახეთ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, პირველ რიგში თქვენზეა ეს პასუხისმგებლობა. გამიგეთ სწორად, ხშირ შემთხვევაში ამბობთ ხოლმე, რომ აი თქვენ ხალხზე გადმოგაქვთ უფრო მეტად და ხალხმა რა უნდა გავაკეთოთ. აი იმ ხალხზეა სწორედ ლაპარაკი, ვისაც ეყრდნობა ქართული ოცნება. და ეყრდნობა რითი ზომავს ამას? ზომავს თქვენი პოსტებით, რომელსაც Facebook-ზე წერთ, ზომავს თქვენი იმ თუნდაც იმ საუბრებით, სადაც თქვენ საუბრობთ და იმ მათთან რა ქვია პარტიულ სტრუქტურებთან ურთიერთობაში ხო ჩანს ხოლმე ეს და ამართლებთ და თქვენ ამით იღუპავთ. იმ ქართულ ოცნებას ღუპავთ, იმიტომ რომ ასე დაღუპეს სწორედ სააკაშვილი თავის დროზე. არა მარტო იმ ადამიანებმა, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, იმ ადამიანებმა, ვინც ამაზე თვალებით დახუჭეს, ვინც შეაქეს და თქვეს, რომ აი ახლა მიდის რომ ჩვენი გმირი პოლიციელების, რომლებმაც გადაარჩინეს თურმე გადატრიალებას სახელმწიფო, ხო? და აგერ მას რა ქვია, მათი მოქმედებები რომ არა შეიძლება თურმე გადატრიალება მომხდარიყო. ყველას ხო გვეცინება რომელ გადატრიალებაზე მელაპარაკებით. აი რომელ გადატრიალებაზე ლაპარაკობთ, პაატა ბურჭულაძე აპირებდა გადატრიალებას და ჩანდა ეს. თან პირდაპირ ჩანს რომ პროვოცირება იყო. თვითონ ამბობენ კაცო, რომ ჩვენს მიერ აგენტებით და ჩვენი პროვოცირება გაუკეთეთ ყველაფერს იმას რაც იქ მოხდა. ხო? ან გინდა ალეკო ელესაშვილია ტერორისტი, რომელიც სასამართლო მანდამაც მართლა ცეცხლი უნდა წაეკიდოს კაცო და ბოლი უნდა გაუშვას, რომ დავინახოთ რომ იწვის სამართალი სინამდვილეში. არ არის სამართალი და ყველამ ვიცით რომ არ არის სინამდვილეში სამართალი. ეს სამართალი არის იმასავით, რა ქვია, როცა გინდა შემოატრელებ, რაღაცა ნაწილში კიდევ კარგი რომ ამას როცა ვამბობ სხვათა შორის პასუხისმგებლობით ვიძახი რომ ნამდვილად დაახლოებით ვიძახი მე ამას 80-85% მოსამართლეებისა ჯერ კიდევ ინარჩუნებენ რა. ინარჩუნებენ იმას რომ სასამართლო ჯერ კიდევ რაღაცას აი მართლა აღარ გადაიქცა, აი პოლიციასაც არ მინდა კიდე ეს ვაკადრო. იმიტომ რომ პოლიციაშიც ვიცით ჩვენ რომ არიან ადამიანები რომლებიც მაშინაც სააკაშვილის დროსაც შეშფოთებულები იყვნენ იმით რაც ხდებოდა. და ეხლაც რასაკვირველია აი შინაგანი წინააღმდეგობის მომენტებია თუ გაქვთ შეხებები პოლიციელებთან დაინახავთ ამას. იმიტომ რომ ბევრი აღნიშნავს სხვათა შორის ის დაპატიმრებულებიც ამბობენ, ის ადამიანებიც რომლებიც თითქოს არ უნდა ამბობდნენ ხო ამას, მაგრამ იძახიან რომ კი დაკავების დროს ხედავდით რომ მათშიც არის პროფესიონალიზმი, ადამიანობა, ღმერთმა ნუქნას რო ეს მოიშალოს. მაგრამ ამას მიხმარება ჭირდება. თქვენგან ჭირდება მიხმარება იმ ადამიანებისგან, ვინც ქართულ ოცნებას ხარს უჭერთ რომ ეს ყველაფერი არ ჩამოგვეშალოს. ჩვენ როდესაც ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას ძველ ხელისუფლებას და ახალ ხელისუფლებაზე, ადამიანებმა მაშინ შეიძლება მარტივი დასკვნა გამოიტანონ. სააკაშვილს შეეძლო ელაპარაკა თქვა გვანტანამოს ციხეზე. სიტყვაზე ვამბობ. იქ რაც ხდება, ამ ციხეებში რა თქმა უნდა არ ხდებოდა, ხო რაც
თუ ჩვენ მივცემთ უფლებას ნებისმიერ ხელისუფალს ან ხელისუფლებაში მყოფ ადამიანს თავი იმართლოს იმით რომ სადღაც ქვეყნებში რაღაცა ხდება მაშინ მოდით ნუ გვაქვს პრეტენზია იმაზე რატო ვიმართებით უცხოეთიდან თქვათ თუ შენ მუდმივად უცხოურ რა ქვია მაგალითებს მოიყვან მაშინ პრეტენზია ნუ გვაქვს რატო იმართებ თუ მართლა სუვერენიტეტი გინდა ააწყე ეს ქვეყანა ჩვენს ტრადიციებზე ააწყე ეს ქვეყანა ჩვენს მენტალობაზე და არა იმაზე რა ხდება ჰოლანდიაში ან დანიაში ან ნეპალში ეს ერთი მეორედ როცა ამბობთ რომ სისტემური დანაშაული არ იკვეთება აი მე მარტივად მინდა დავსვა იურისტები იყავით, ვინც ამ დებატებში იღებდით მონაწილეობას. როდესაც საუბარი მიდის, რომ სისტემური დანაშაული არ ხდება, თქვენ ამახვილებთ ყურადღებას, რომ რადგან ეს ზემოდან, ანუ ვერტიკალი არ არის დაცული და ზემოდან ბრძანებები არ მოდის, ჯერ ისიც არ ვიცით, მაგრამ თქვათ, არ მოდის ეს ბრძანებები, სიტყვაზე ვამბობ, ხო? ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემური დანაშაული არ არის. არა, სისტემა როლპება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავიდან როლპება და თევზი თავიდან როლპება და არა. სისტემა როლპება, სისტემა როლპება ყველგან, იწყებს როლპობას ყველგან. ასევე როგორც კორუფცია შეიძლება იყოს ელიტარული, შეიძლება რა არის ჩვეულებრივ ჩინოვნიკებში, კლერკებში. მაგრამ ამ შემთხვევაში სამი ადამიანი ორი ურტყავს, ერთი იღებს, ანუ ესე იგი იმყოფება ოთახში როგორც მინიმუმ. ჯერ რატო იღებდა ეს გასაკვირია, მაგრამ ნუ კარგი იღებდა. მაგრამ სამი ადამიანი, სამი პოლიციელი იმყოფება ერთ ოთახში და ურტყავს ერთ ადამიანს. ეს უკვე სისტემის რღვევას არ ნიშნავს. სამი პოლიციელი ერთ განყოფილებაში როგორც მინიმუმ სამი პოლიციელი უკვე ამაზე ხელმომწერია. გორში რაც მოხდა 6 პოლიციელი ჯერ ერთი მოვარდა დაახლოებით 12-ნი იყო თუ 13-ნი, მე გაერიდნენ და 6 დარჩა. 6 პოლიციელი რო ურტყავს, ანუ კანონს არ ღვევს, გადამეტებაზე არ არის საუბარი. გადამეტებად შეიძლება ჩავთვალოთ, როცა ადამიანი აფექტის მდგომარეობა თქვა შეაგინა იმან და ამან დაარტყა. არ შეიძლება ეხლა რომ ყველა აღმოჩნდეს აფექტის მდგომარეობაში და ყველა მურტყას. ამ შემთხვევაში არ არის სისტემის რღვევა? ბუნებრივია სისტემა, აბა რა არის. როგორ შეიძლება ჩვენ თქვა მარტო 4 ადამიანმა დააშავა, მარტო 2-მა, იქ 5-მა, იქ 6-მა, საბოლოო 45,000 პოლიციელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ სრული უმრავლესობა, რო ავიღოთ, თქვა სრული უმრავლესობიდან 98-99% წესიერი პოლიციელი გვყავს. მაგრამ ის 1%-იც ცოტა არ არის და ესეც ხელისუფლების დანაშაულია. როცა ამბობ, რომ მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, რომელი პოლიციელი რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს, არა მეგობრებო, თქვენ ხართ ხელისუფლებაში. თქვენ უნდა ააწყოთ ისეთი პოლიციური სისტემა, სადაც ერთი პოლიციელი მეორეს განა მინისტრმა უნდა არჩიოს იქ რა ხდება. ერთი პოლიციელი მეორეს არ მისცემს იმის უფლებას, რომ უკანონოდ ვიღაცას სცემოს. თქვენ ასეთი პოლიცია უნდა ააწყოთ. და არა ის რომ მე პასუხს არ ვაგებ რომელიმე პოლიციელი თუ ან სამი პოლიციელი ვიღაცას რო სცემ. აბა ვინ აგებს პასუხს ამაზე? მე ვაგებ პასუხს. თქვენ სისტემა ვერ აგიწყვიათ. მაშინ გამო გეუბნები სააკაშვილი დაიწყოს მე პასუხს ვერ ვაგებ იქ ბაგრად ბადრაგი აწამებდა თუ არა პატიმარს მე რა ვიცი. ან ციხის უფროსი რომელიმე ციხის უფროსი აწამებდა თუ არა პატიმარს არ ვიცი მე ამაზე პასუხს ვერ ვაგებ. აბა ვინ აგებს პასუხს ხელისუფლება თუ არა? აი ამაზე დაფიქრეთ, როცა კონტრარგუმენტი გინდათ რომ მოიყვანოთ, ნუ ცოტა რაღაც ლოგიკური არგუმენტი მოიყვანეთ. არ შეიძლება ყველა პასუხისმგებლობა მოიშოროთ, მოიცილოთ და თქვათ, რომ ეს ოპოზიციიდან ეს ყველაფერი ბრალდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც პოლიტიკურად დაგვიშავონ და ასე შემდეგ. ჩვენ არა ვარ დამნაშავეები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, არ აკეთებთ სწორად, არა. და ჩვენ ვცდილობთ, რომ დაგანახოთ, რომ სწორად არ აკეთებთ, გააკეთეთ სწორად. აი სწორად რო გააკეთებ ჩვენც ვიტყვით რომ ეს კეთდება სწორად და ხალხიც ამას დაინახავს. მაგრამ როცა ასე ესე ვთქვათ ბოდიში ამ სიტყვას და ფეხებზე კიდია საზოგადოება და არ მაინტერესებს რა სიტყვის, აი როცა გაიგებს რომ რაღაცა მოხდა თუ გაიგო საზოგადოებამ, მე რაღაცას მოვიფიქრებ, ეს არის ხალხის ფეხებზე დაკიდება. ესე იქცეოდა სააკაშვილი და ნაცმოძრაობა როცა იყო ხელისუფლებაში. და ჩვენ თუ ისინი არ გვინდოდა და შევცვალეთ რატო უნდა მიგიღოთ თქვენ? ხალხმა რატო უნდა მიიღოს? იმის ადრე იმას ამბობდით, რომ ჩვენთან ციხეებში ეს რა, ეხლა უკვე გვესმის, რომ ციხეებში წყდება. ანუ ისმის კითხვა 14 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა.
ვერ დააბრძალა, ვერ დაალაგა სისტემები, ისე ვერ დაალაგა, რომ მათ ემუშავათ ხალხის სასარგებლოდ. Რომ ადამიანს ეთქვა, კი, რას ვაბა პოლიციელი ამას არც იკადრებს და თუ ერთი პოლიციელი იკადრებს, თქვა მეორე პოლიციელი თვითონ დაიჭერს იმ პოლიციელს, რომელიც კანონს არ ღვებს, თქვა. ასეთ სისტემა ვერ შექმნით. იქ რაღაც რა ქვია, კორუფციასთან ბრძოლა გამოაცხადეთ, ამ დროს ჩვენ ვიგებთ, რომ კორუფცია, ჯერთი, კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადება, როცა თქვენ ამბობთ, რომ გამოაცხადეთ და აგერ დავიჭირეთ კორუფციონერები. ეს კორუფციონერები თქვენი გუნდის, არა უბრალოდ გუნდის, არამედ გუნდის უახლოესი მოქმედი ლიდერები იყვნენ. წევრები კი არა, ლიდერები. თქვენ გესმით, რომ აქ არ არის საუბარი, ჩემი პარტიის წევრი სადღაც ფულს იღებს და ის კორუფციონერია და მე ამაზე უნდა ვაგებდე პასუხს, რომ პარტიის წევრი. არა, აქ პარტიის წევრობაზე არ არის. აქ არის გუნდის იმდენად ახლო მყოფ ადამიანებზე საუბარი, რომ არ ვიცი ახლა თქვენ კი გინდა თქვათ, რომ არა, ეს ჩვენი გუნდის წევრები არ არიან, მაგრამ სახელმწიფო რაზეც დგას, ხო ამაზეა საუბარი. სახელმწიფო დგას უშიშროებაზე, დგას თავდაცვაზე, გავს პრემიერ-მინისტრზე და ერთი ის დარჩა, რა ქვია, შინაგან საქმეთა მინისტრი, ეთყობა ის ვახტანგ გუმელაური მართლა ალბათ ნაკლებად ერეოდა თავისი ალბათ ხან ხასიათიდან გამომდინარე, ან არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა და ესეც პასუხისმგებლობას არ არიდებს მას, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო, კაცო ის ხო არ იყო, რა ქვია, ოპერის მომღერალი, ხო? კი, მაგრამ გოჩო, მე ახლა იმაზე არ ვამახვილებ ყურადღებას, რომ აი თქვენ ესენი რომ დასაჯეთ და რაღაცა, ან რატო არ დასაჯეთ უფრო მეტად ან ნაკლებად, არა აქვს მნიშვნელობა. მე უბრალოდ სხვა რამეს ვამბობ. როცა ესენი გვეუბნებიან, რომ არა, ესენი ჩვენი გუნდის წევრები კი არა, ჩვენ ვამბობთ, რომ აი ჩვენ ვართ აი ეს გუნდი. ის გუნდი ვისი გუნდი იყო? ხვალ თქვენ იტყვით, რომ იცით რა არის? აი მაგალითად აი იგივე ავიღოთ გვარამია, 40 მილიონი რო აიღო გვარამიამ, რაღაც. ეს ჩვენი ბრალი არ არის, კაცო. ეს 24 წელს ჩვენ არ ვიყავით. ეს თანამდებობები ჩვენ არ გვეკავა. ხალხო, თქვენ ხართ პარტიის ლიდერები. იმ გუნდის ლიდერები ხართ, რომელიც მართავს ქვეყანას. თქვენ პოზიციას რეალურად მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის პარლამენტარი, მაგრამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მან იცის რა ხდება სუსშიც და ელაპარაკება სუსის ხელმძღვანელს. რა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს იცის და ის რომ 40 მილიონი იხარჯებოდა გვარამიას პარტიაზე, იქ ლელოზე, თვითონ მამუკამ თქვა მდინარაძემ, რომ მარტო გვარამიაო? ლელო განა თავის ფულს ხარჯავდაო. იმანაც მიიღო სერიოზული გრანტი და ეს 40 მილიონი კი არ იყო, ათეულობით მაგდენი 40 იყო შემოსულიო. და კითხვა დაუსვა ახლა იაგო ხვიჩემ, ლოგიკური კითხვა რომ სადაც შენ მაგალითად შეგიძლია რომ 1 გრამი აღმოაჩინო წამალი რომელიც შემოაქვთ, როგორ შეიძლება არა ვერ აღმოაჩინო 400 კილო დაასახელა ფული იაგო, მაგრამ ცდება გაცილებით მეტია ეს თუ კილოებში ავიღებთ გაცილებით მეტია, მაგრამ იყოს 400 არ აქვს მნიშვნელობა. როცა შედის პარტიაში, როცა კონვერტებში ლაგდება, როცა ვიღაცა სადღაცას მიეწყო ნაწილდება, კაცო, ერთი ადამიანის ხელში ხო არ არის და სადღაც ხო არ ინახავს ეს ფული მუშაობს. ამას ვამბობ, მე სადღაც რიგდება ხო ხალხში და ამ პროცესს შენ რო ხელს უწყობ და პირდაპირ ხელი დაადო და ამაზე ხმა არ ამოუღიეთ, რომ გვარამიას დააშლევინეთ ნაცმოძრაობა. თქვათ ეს არის ერთ-ერთი სტრატეგია და ხერხი, რომ აი თავს იწონებთ, ამიტომ რომ ნახეთ ჩვენ მაგრები ვარ და დავაშლევინეთ ნაცმოძრაობა, მაგრამ ნაცმოძრაობასთან ერთად მოსპეთ პარლამენტარიზმი მოსპეთ, მარტო ხართ პარლამენტში, პოლიტიკური პროცესები მოსპეთ. ანუ რო თქვათ, რომ იცი რა არის გავაჯანსახე პოლიტიკური ველი, გავანადგურე ნაცმოძრაობა და ეხლა ველი არის ჯანსაღი. მაშინ ვიტყოდი, რომ კი ბატონო არის, კარგია და ეს ყველაფერი მოსაწონია, მაგრამ გაანადგურე პოლიტიკური ძალა, რომელიც პრინციპში ჩვენ ჯერ კიდე გეუბნებოდით, რომ მოდი ლოგიკური დასკვნებით და ფაქტებით გავასამართლოთ, მაშინ ჯერ კიდე 2017 წელს დღეს გვეუბნებით, რომ აგერ დავშალეთ, გავანადგურეთ და მათთან ერთად მთელი პოლიტიკური პროცესი გავანადგურეთ და ამით თუ იწონებთ თავს,
არ ვიცი, გეუბნებით რომ საქმეც მაგაშია, რომ რეალურად ამ პროცესმა მოგვიტანა ის, რომ დღეს გვეუბნება ის დასავლეთი, რომელსაც მიაჩნია, რომ პოლიტიკურ პროცესებში კორუფციას რასაკვირველია უნდა ებრძოლო, კრიმინალი ჩაიდინა რასაკვირველია უნდა ებრძოლო, მაგრამ როცა ხელისუფალი ასეთი ფორმებით აკეთებს ამ ყველაფერს, ეს ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია. ეხლა მე კიდევ გეუბნებით, რომ არიან ადამიანები პირადად ქონე ურთიერთობა, ხო, მაგრამ ეს ფორმა მოძებნა. რომ ვეუბნები კი, მაგრამ ეს ფორმა ხო არასწორი ფორმაა. ხო, მაგრამ ნუ ასეთი ფორმით გაანადგა, აბა სხვანაირად როგორ უნდა შეენარჩუნებინა ძალაუფლება. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის თუ გიწევს სახელმწიფოს გადაყოლება, ნაბან წყალს რომ ბავშვს გადააყოლებ, დაახლოებით აი გიორგიმ რაც თქვა, რომ რეალობაში ჩვენ რა მივიღეთ დღეს, რომ პოლიტიკური სიტუაცია მთლიანად ქვეყანაში, ხო? აი იმ დონეზეა და დაყვანილი, რომ პოლიტიკაც გახდა, არ ვიცი, უკვე საგინებელი სიტყვაა, ტოქსიკური სიტყვაა პოლიტიკოსური, რატო? იმიტომ რომ ასეთი ფორმით შეაზიზღი ადამიანებს მონაწილეობაც აღარ უნდათ ადამიანებს არჩევნებში. ნიჰილიზმია სრული ყველაფერში და თუ ეს გაწყობდათ, მაშინ გეუბნება დასავლეთი, მარტივად გეუბნება დასავლეთი ამას. ესენი პირდაპირ იღებენ, სწორად იღებენ. ესენი გვეუბნებიან ხელისუფლებიდან წადითო. ანუ ისეთი კანონები უნდა მივიღოთ, ან ისეთი კანონები, რომლებიც მივიღეთ, უნდა გავაუქმოთ, რომელიც ხელისუფლებას დაგვაკარგინებს. და ამიტომ ჩვენ არ გვინდა ჩვენ სუვერენიტეტს ეხებიან. სუვერენიტეტზე კი არა ლაპარაკი. ქვეყნის სუვერენიტეტს კი არ ეხებიან. პირად სუვერენიტეტს ეხებიან. მათ პირად ანუ ასეთი ფორმა რომ არ შეიძლება ქვეყნის ასე მართვა არ შეიძლება დაანებე თავი დასავლეთს გიორგიმ სწორედ თქვა შენს ქართულ ტრადიციაში სხვაგვარად არის ვეფხვის ტყაოსნით და იმით რომ ვამაყობთ ხნა მართლისა სამართლისა იქ ვეფხვის ტყაოსანში არ გიწერია ევროპელმა რომ არ გითხრას მართალი სამართალი რას ნიშნავს გამართულ სასამართლოს ხო ნიშნავს გვეკაი ადამიანებო და ამ გამართულ თუ კი შოთა რუსთაველის ვეფხვის ტყაოსანში მე-12 საუკუნეში გეუბნებოდა რომ ასეთი სასამართლო უნდა გქონდესო მართალი სამართალი უნდა გქონდესო ხლა ევროპელებმაც რომ მეკითხა ევროპელი ჩარევას ნიშნავს და ქართულად ეს მოსულა რომ პოლიციელი არ შეიძლება კრიმინალი იყოს პოლიციელმა არ შეიძლება კიდევ გეუბნებით ჯობია ერთი იმაში რა ქვია უდანაშაულო ადამიანის დაჭერასო ერთი ჯობია 10 დამნაშავე გარეთ იყოს იმიტომ რომ ერთი უდანაშაულოს დაჭერა მთლიანად სისტემას იმას რა ქვია კითხვის ნიშნის ქვეშ აღენებს და აქედან გამომდინარე შეხედეთ რა მდგომარეობაში შევედით სახელმწიფო გახდა თვითონ აი ჩვენთვის უკვე ადამიანებმა სახელმწიფოს მიმართ დაკარგეს ყველანაირი ნდობა და ამას სწორედ ხვდებით და სწორედ ამბობთ რომ აი ახლა თურმე იმას ჩვენს მამაც პოლიციელებს იმას უშვებიან დისკრედიტაციას ბიჭო თქვენ ადამიანებო მახსენდება ადრეც თქვი კიდევაც ეს ნოემბრის აქციების დროს ვანო მერაბიშვილი აი თავისუფლების მოედნიდან ეს კადრები აღიდგინეთ თუ აი რომ გამოდიან ზაზა ბეგაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს და რო ეხუტებიან და კოცნიან 7 ნოემბრის მერე პოლიციელებს რომ აი ჩვენი გმირი პოლიციელები მაშინ ვისაც მიგაჩნდათ რომ ეს არასწორი ქმედება იყო აი ამ ადამიანებს გეკითხებით დღეს მიგაჩნიათ რომ ეს პოლიციელები გმირი პოლიციელები არიან აი ფონზე რომელიც გორის კადრები მიდის და იმაში რა ქვია ქობულეთში გადაღებული კადრები და ის რომ ამის ფონზე მიგაჩნიათ რომ უნდა გამოხვიდეთ და გადაკოცნოთ უნდა და თქვათ რომ ესენი გმირები არიან არა და ამას გვეუბნება პარლამენტში კაცო პარლამენტის წევრი ყოფილი მინისტრი რომ ეს ისე გააკეთეთო რომ არ გადაგიღონო ეს მაინც მოახერხეთო და ხლა კიდე გეუბნები ხალხო სირცხვილია უკვე ასეთი ხელისუფლების ყოფნა და პირველ რიგში მე ვფიქრობ რომ ამბობ ამას რომ ეს არ იქნება 2028-მდე სიტუაცია მიდის იქითკენ და ჩვენ შემდეგი ბლოკი ალბათ საგარეო ურთიერთობებზე როცა გადავალთ და გიორგით იმასთან რა ქვია ჩაგვერთვება საფრანგეთთან ვისაუბრებთ იმაზე რომ პროცესები ჩქარდება და პროცესები ისე მიდის რომ დადგება ეს მომენტი და საფიქრალი გვექნება რომ ამ ხელისუფლებას მე კიდე მე არა ვარ რევოლუციის მომხრე აი მე და გიორგი ახლა ვხედავთ მიუხედავად იმისა რომ სააკაშვილის დროს რა ვიცი რევოლუცია კი ყველაფერს წამსვლელები ვიყავით მაგრამ მოხდა ისე რაც უნდა მომხდარიყო არა სიტყვა რევოლუციაც უკვე ეგე ძალიან ცუდად ჟღერს როცა ზოგადად რევოლუცია არ არის ცუდი რევოლუცია ნიშნავს რომ ხარისხის ანუ გადატრიალებას ნიშნავს ოღონდ არასახელმწიფო გადატრიალებაზეა საუბარი ой პუჩი სხვა რამეა და ზოგადად ოღონდ იმისათვის რომ ამაღლდეს და უფრო კარგ დონეზე კარგ ხარისხზე აღმოჩნდეს ქვეყანა იქნება თუ პროდუქცია არ აქვს ანუ რევოლუციური მიდგომა ეს არის ჩვენ არ ვართ ჩვენ წინააღმდეგები ვართ გადატრიალების სახელმწიფო და ამბოხების და ასე სამოქალაქო დაპირისპირების რა თქმა უნდა რაღაც და სისხლის გრამდე ღმერთმა დაგვიფარო მაგრამ ისმის კითხვა როცა თვითონ ამბობენ რომ აი მე მახსენდება კუბაზე ბატისტას რეჟიმი გახსოვს
აი ბატისტაც ეგრე ამბობდა რა რომ რა გადატრიალება რის გადატრიალება არჩევნების გზით და არჩევნების გზით იყო ორი урна ოღონდ აქეთ არავინ არ დგებოდა მარტო ვინმე თუ დადგებოდა იჭერდნენ ჩერდლილი ხო ანუ თქვენს ფაქტურად ასე იქცევით არა აი ჩვენ არჩევნების გზით რა არჩევნების გზით კაცო იქ კრიმინალს ამუშავებთ იქ ხალხს ყიდულობთ იქ ხალხს აშინებთ იქ მთელი ამბა და ამბობთ რომ არა არჩევნები არ ყალბდება კაცო გაყალბებაში რას გულისხმობთ იმას რომ ციფრი უნდა დაწეროთ არა ჩვენ ამას არ გულისხმობთ ჩვენ გულისხმობთ იმ ზეწოლას იმ ჩარევას რასაც არ უნდა ჩადიოდეს ხელისუფლება ჩვენ აი ამაში ვგულისხმობთ გაყალბებას გოჩას რო ეხლა კონდეს გადაწყვეტილი მაგალითად მისეს პატრიოტ ალიანს ხმა და ამ დროს სადაც რომ მივაყუდოთ და ბიჭო მოკლოდ მაგას თუ იზაღო და გოჩა მივა და შემოხაზავს ოცნებას კი არ გაყავდა ხო შენი ხელით შემოხაზე კი მაგრამ რო შემოხაზა რა მაიძულა რომ ეს გაეკეთებინა ან ადამიანს რო ეუბნები რომ მოგცემ ფულს და არ მოგტევი მშიერი რაღაც ერთი ორი კვირა და ადამიანი ხაზობს და ხო თავისით გააკეთა იქამდე იმ დონემდე მიიყვანე ადამიანი რომ არჩევანს აკეთებს იმ ფულს შორის რომელიც შეიძლება ორი კვირა ეყოს და იმ არჩევანს შორის რომელმაც შეიძლება 4 წლის მანძილზე სიკეთე და რა ქვია ბარაკა მოუტანოს ადამიანს აი დააკვირდით ამაზეა საუბარი ეს არის გაყალბება თორე ზოგს გონია რომ გაყალბება არის ციფრი რო დაიწერა და მორჩა არა თან ის რა ქვია ეხლა ახალი ის რო შეიქმნა მედიის და იმის რა ქვია მეშვეობით შეურაცხყოფები და რაღაც და ის სკროლვის ზამინის სულ იმას ვამბობთ რომ ჩვენ გვინდა მათზე კონტროლი ანუ საზოგადოებას უნდა კონდეს კონტროლი ამ განყოფილებაზე თუ დეპარტამენტზე მაგრამ ისმის მეორე კითხვა მარტო გინება რატომ მიიღეთ იმიტომ რომ გინება გაწუხებდათ ხო თქვენ ოჯახის წევრებს აწუხებდა როცა გაგინებდნენ თქვენ ან ოჯახს რაღაცა ეს სერიოზულად ქართველები ვართ გვაწუხებს ხო მაგრამ იარლიყების მიკერება რატო არ გაწუხებთ რატო იმიტომ რომ თქვენ თვითონ აკერებთ სხვებს იარლიყებს და ეს პრობლემა არ სანამ არ შეგაწუხებთ თქვენ თვითონ მანამდე კანონს არ იღებთ და მე რომ მკითხო იარლიყების მიკერებას უფრო უნდა ებრძოდეს ხელისუფლება იმიტომ რომ აი ეს დაპირისპირება ხალხში ზუსტად იარლიყების გამო მიდის გინებების გამო იმდენად არა იარლიყების გამო მიდის აი ახლა ობიექტივსაც რო აბრალებენ რომ ჩვენ ახლა ჩინეთის რა ვართ აგენტები კი აი ვინ თინა ხიდაშელი გვაბრალებს ნუ ახლა ცოტა სასაცილოა თინა ხიდაშელისგან ამის მოსმენა მაგრამ ნუ აი გვაბრალებო ობიექტივი ვითომ არის აი ახლა ჩინეთის აგენტი როგორ შეიძლება ჩინეთის აგენტები ვიყოთ ჩვენ ობიექტივი თავისუფალი ტელევიზია ობიექტური ტელევიზია და არაერთხელ გვითქვამს ჩვენი მაყურებლისთვისაც სხვებისთვისაც რომ ვინც რაღაცით არის დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც თემატიკა უჭირავს ხელში და მეცნიერულად ამუშავებს ყველას შეუძლია მოითხოვოს დრო ობიექტივის ეთერში დაჯდეს მიუხედავად მისი პოლიტიკური იდეოლოგიისა რა ქვია სარწმუნოებისა არ აქვს მნიშვნელობა დაჯდეს და წაიყვანოს გადაცემა რატო იმიტომ რომ ამით უფრო საინტერესოა ტელევიზია როცა განსხვავებული აზრი მესმის როცა განსხვავებულ ხალხს ხედავ და ასე შემდეგ და მხოლოდ ობიექტივი ინარჩუნებს ამ ობიექტურობას და ამის გამო რომ ვიღაცა ჩინეთზე საუბრობს ვიღაცა საუბრობს რუსეთზე ვიღაცა დასავლეთზე ყველას აგენტი ხო ვერ ვიქნები აი მაგალითად ჩვენ გვაბრალებდნენ რომ ვართ ამერიკელების გავხდით ამერიკელების აგენტები ჩამოყალიბდით ვისი აგენტები ვართ საბოლოო ჯამში რაღაცა თემა ხო უნდა ჩამოაყალიბო მე რო გოჩას ვაბრალებდი რომ ამის აგენტი ხარ არგუმენტით რაღაც უნდა დავასაბუთო ხო რომ გოჩა იმიტომ ხარ აგენტი განა იმიტომ რომ შენ კარგ საუბრობ არა იმიტომ რომ შენ ფული გაქვს აღებული აგერ არის რა ქვია დასაბუთება მაგრამ როცა მე ზეპირად ვსაუბრობ მხოლოდ იმიტომ რომ ამ ეთერიდან გაჟღერდა თქვა ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობა უნდა დაალაგდეს რატო არ უნდა დაალაგდეს აი შენ ახსენე რომ რა ქვია ფული გაქვს აღებული და მე რაც მაქვს ინფორმაცია სწორედ რომ არა მარტო თქვა შენ თინა ხიდაშელი თქვი და თუ თინას მომენტიც გაგავიარო და კიდე ნებისმიერის ის ფულს ღებულობს იმაში რომ მან გააკეთოს რაღაც გარკვეული რეპორტები რომელიც მიდის თქვა და ამაში ფულს იღებს ოღონდ
ის რეალურს კი არ აძლევს. იმ სიტუაციაში თვითონ იყენებს. სხვათა შორის ხელისუფლებისგან ბევრით არაფერი განსხვავდება. ხელისუფლებასაც ის მომენტი აქვს, ხო? როცა მას ვინმე არ ჭირდება, ან ვინმე მისთვის არის რაღაც გარკვეული უხერხული მოწინააღმდეგეა, მაშინ აი იარლიკის მიკერება. ადგება და გაკერებს იარლიკს და გეუბნება. გახსოვს ერთი პერიოდი პრორუსები ვიყავით. და ერთი პერიოდი ტროლების თელი ის ჩაირთო. კიდე აქ რეკავდა და მთელი ამბავი იყო, რომ ჩვენ რო ვთქვით, რომ ამერიკელებს და აგერ თუნდაც დათო გამოდიოდა, სანამ ჩვენ დავიწყებდით. რა ქვია, დატონ დავით არხან მოურავი და ამბობდა, რომ ამერიკის გავლენაშია საქართველო უკვე კაი დიდი ხანია და ეს ჩვეულებრივი რამეა და ამერიკელი ამას არ დათმობს და მიყავდა თქვა ის საუბარი მიყავდა იგივე იმ სენატორებთან დაკავშირებით, ხო? ახლა ამერიკელების გავხდით. და ვიღაცები რეკავდნენ, თქვენ კაცო რუსების არ იყავით, ახლა ამერიკელებს და ჩვენ ხო თავიდანვე ვამბობდით, რომ არის აქ ქართული ტელევიზიაა ეს, ქართული პოლიტიკაა. საქართველოს სწორედ სუვერენიტეტი იმაშია, რომ ამერიკელთანაც კარგად უნდა იყო, რუსთანაც დაპირისპირებაში არ უნდა იყო, აღმოსავლეთთან ურთიერთობაში კარგად იყო, ჩინეთთან მე თვითონ ერთ-ერთი პირველი ვიყავი და საუბრობდი ამაზე, რომ ჩინეთის მთელი ინტერესი არის, რომ გასაღების ბაზარი საქართველოს ვერ იქნება თავისი ელემენტარულად რაოდენობიდან, მოსახლეობის დემოგრაფიული სიტუაციიდან, იმ ტერიტორიიდან გამომდინარე, მაგრამ ჩინეთის საინტერესოა გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ევროპასთან კავშირში არის ჩინეთისთვის ერთ-ერთი გამავალი გზა შუა აზიის გავლით და აქედან გამომდინარე საინტერესო ქვეყანა ვართ და თუ ჩვენ ჩინელებთან რაღაცას ვლაპარაკობთ აქედან გამომდინარე თინა ხიდაშელი რომელიც ფულს იმაში იღებს და სხვათა შორის ხელისუფლება მე იქიდან ვიცი აბა საიდან ვიცი რომ ტაივანის იმიდან რა ქვია რაღაც გარკვეული გადარიცხვები აქვს და ფონდებიდან ორგანიზაცია მას ოღონდ როგორ ჭირდება ისე ამბობს იქაც კი კეთილსინდისერად არ იქცევა თორე კეთილსინდისერად რო იქცეოდეს რასაკვირველია ის არ მოიტანდა იმ თავის რა ქვია ამ დასკვნაში რომელსაც ის წერს მათ დაპირისპირება აქვს ისტორიული ჩვენთან და აქედან გამომდინარე ის იყენებს იმ სიტუაციას იდეოლოგიური და ამის გარდა პიროვნულად გახსოვს შენ ფაქტიურად მოგებული არჩევნები როგორც აი 2015 წელს ირმა ინაშვილთან კი შუალედური ანუ ის მე არ მგონია და არ მინდა რა იმიტომ რომ პირადი ურთიერთობები ადამიანური ურთიერთობები ის არ არის არაკვალიფიციური საკმაოდ კვალიფიციური ადამიანია ოღონდ ის არ უნდა იყენებდეს რა ამ სიტუაციას იმიდან გამომდინარე მას რა როგორ აწყობს იმიტომ რომ როდესაც ის აყენებს საკითხს ხელისუფლებასთან არის დაპირისპირებაში იმიტომ რომ არ მოსწონს მისი პოლიტიკა არ მოსწონს მისი ორმაგი სტანდარტები არ მოსწონს ის რა თვითონ იგივეს არ უნდა აკეთებდეს იმიტომ რომ რაღაც გარკვეული თავისი პირადი ინტერესები კონდეს და მე ვფიქრობ რომ ალბათ კარგი იქნება თუ ამაზე ბოდიშსაც მოიხდის და გააკეთებს კიდევაც ალბათ იმ განცხადებას იმიტომ რომ ჩვენამდე რაც მოდის ახლა დაბრალების ხარისხსაც გააჩნია ხო რაღაცას გაბრალებენ მაგრამ ასეთი ფორმის დაბრალებები უკვე უსინდისობაში გადადის თინა ხიდაშელების ნაირები იყვნენ 2012 წლიდან მე მახსოვს როგორ გვაბრალებდნენ მილიონ რაღაცას გვაბრალებდნენ ასევე როცა პარლამენტშიც ვიყავი რამდენი რამე გვრალდებოდა იქ 8 მილიონი რუსებისგან აღებული ვითომ იქ ის და ერთი სიტყვით ხო არა საერთოდ არაფერი არ დამტკიცდა ანუ ყველაფერი დარჩა დაბრალება იმარა ხო მოგასხეს და ალახე გასაგებია დაბრალება მაგას გეონდა მე იმას კი არ ვამბობ რომ არ დავზარალდით რა თქმა უნდა დავზარალდით ვიღაცამ დაიჯერა ვიღაცამ არ დაიჯერა მაგრამ ვიღაცამ დაიჯერა ასეთ ხალხზეა გათვლები მაგრამ მე რაც ვამბობ ძალიან ბევრი ესეთი ჩამოყალიბდით მე გეუბნები თქვენ რუსებსაც უნდა ველაპარაკოთ რუსების ბაზარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთს უნდა ველაპარაკოთ მათთანაც პოლიტიკური ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპა ამერიკა ყველასთან უნდა გქონდეს ჩვენ ეკონომიკური პოლიტიკური და ჯანსაღი ნორმალური ურთიერთობა, ადამიანური ურთიერთობაც ყველასთან და როცა ჩვენ საუბრობთ რომ რუსეთთან უნდა დაალაგდეს ურთიერთობა, არა ვარ პრორუსული ძალა. როცა ჩავდივარ რუსეთში და ვხვდები დუმის წევრებს თქვა და ველაპარაკებით როგორ გამოვიდეთ აი ამ მდგომარეობიდან რომელშიც უკვე ვართ წლების განმავლობაში, არა ვარ პრორუსულები. საქართველოს გვტკივა გული და ჩვენ მდგომარეობაზე, ამიტომ დავდივართ იქ. როცა ჩავდივართ ამერიკაში ვხვდებით სენატორებს, არა ვარ პროამერიკელები. მათთან გვინდა რომ ნორმალური ურთიერთობა დავალაგოთ. ეხლა ჩინეთში მე არ ყოფილვარ პირადად მაგალითად ეხლა რუსეთში ამერიკაში კი მაგრამ ჩინეთშიც რომ ჩავიჯდეთ ვიღაცას შევხვდეთ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებისთვის გაკეთებული. უბრალოდ დღეს ჩვენ
ვერ წარმოვადგენ თქვათ ისეთ არა გვაქვს ისეთი სტატუსი როგორც არის თქვათ პარლამენტის სტატუსი ან ხელმითუმეტეს ხელისუფლებაში არა ვართ მაგრამ რომ ვიყოთ აუცილებლად ჩავიდოდი ყველა იმ ჩამოთვლილ ქვეყანაში რომ დავალაგო ურთიერთობა ვინაიდან ეს ურთიერთობები ჩვენ ქვეყანას წაადგება მხოლოდ ჩვენი დრო ამოიწურა პირველი ნაწილის მეორე ნაწილში ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს და ბოდიშსუხტი მაყურებელს რომ ვერ მოახერხა ბევრმა შემოსვლა უბრალოდ ბევრი გვაქვს სათქმელი და მეორე ნაწილში შევეცდებით რომ 1-2 მაყურებელი შემოვუშვათ ეთერში დროებით